სპორტი და მოდა კავშირშია. კავშირში ესეთი იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ობოლაძემ გაგვაცნო. მადლობა დიმა. მზადება ტრადიციული პოდიუმისთვის ყველაზე მოდური დღეები დედაქალაქში აპრილის ბოლოს გაიმართგელოდებათ. თბილისის მოდის კვირეულის სახე კი წელს 13 წლის მომავალი მოდელი გახდა. იდეალური პარამეტრებით 13 წლის ეს უცნობი სახე ზუსტად ერთ თვეში ყველაზე მოდური მოვლენის სავიზიტო ბარათი გახდება. ეს სტიქიები დავარქოთ, რომ იბრძოლდეს ამ ფოტოში. ოდნა გვერდივად დადექი. აი ესე გაჩერდი. თბილისის მოდის კვირეული პირველად საგაზაფხულო ჩვენებების სახეს ანა შელიას ირჩევს. გადავწყვეტეთ, რომ ანისთვის ჩაგვეცმია ტყავის შავი კაბა, რადგან ტყავი და შავი ფერი ძალიან აქტუალურია მომავალ სეზონზე, შემოდგომა ზამთრის და გვინდა ეს ყველაფერი გავახალისოთ აქსესუარებით, რადგან დიდი ამ შემოდგომის ტენდენციაზე აქსესუარებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ატელიე კიკალაში შექმნილი სამოსით და აქცენტირებული იმიჯით ახალბედა მოდელი წლის აღმოჩენად და მოდური ტენდენციების მთავარ მოკარნახედ იქცევა. სტაილინგზე ესე იგი იმუშავა ატელიე კიკალამ. ვფიქრობ, ძალიან კარგი ფოტო გამოდის. მოდელი ყავს დამწყები, ანა შელია და ცოტა საპასუხისმგებლო დღეა მაგისთვისაც, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი. ორდღიანი გადაღებების დროს რამდენჯერმე შეიცვალა კოსტიუმები და იმიჯი საბოლოო შედეგის მისაღწევად. აუ, ძალიან მაგარი ფოტოა. მგონი კარგია, რომ აი ამ ფოტოზე ასე ვთქვათ შევაჭერეთ არჩევანი და მე მგონი ძალიან განსხვავებული იქნება. ეს საიმიჯო ფოტო იქნება ყველგან და ყოველ სეზონზე, რა თქმა უნდა, შეიცვლება და ყოველ სეზონზე იქნება ახალი საიმიჯო ფოტო. მოდის კვირეულის ახალი სახე თბილისის ქუჩებში მალე გამოჩნდება. იმის ნიშნად, რომ აპრილის ბოლოს ქალაქის ყველაზე მოდური დღეები გელოდებათ.